კვარაცხელიას დებიუტი, ქართველის ვრცელი ინტერვიუ. რას ამბობს ლუის ენრიკე ქართველზე, ანტონიო კონტეს გამოხმაურება და ბუდუ ზივზივაძის კომენტარი მარცხის შემდეგ. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ ამ. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ისტორია დაიწყო. ქართველი ფეხბურთელი პარკ დე პრენსზე პარიზალ ქომაგებს რეიმსთან შეხვედრის დაწყებამდე წარუდგინეს. ქართველი მოედანზე ქომაგებს მეესალმა 7 ნომრიანი მაისური წარუდგინა და ბევრისთვის მოულოდნელად ლიგა 1-ის პირველივე შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. და თან ძალიან საინტერესოდ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს გადაწყვეტილება იყო. შეიძლება ითქვას, რომ მან ეს შეხვედრა ერთგვარ ტესტ მატჩად გამოიყენა. ამის დასტურია ისიც, რომ ქართველი 93 წუთში არაერთ პოზიციაზე ვიხილეთ. ხვიჩამ შეხვედრა მარცხენა ვინგერის პოზიციით დაიწყო. ტაიმის ბოლოს ცენტრში, ეგრეთ წოდებულ 10-იანზე გადაინაცვლა. ბოლოს ცრუცხრიანის პოზიციაზეც ვიხილეთ. მომენტებში კი ქართველი მარჯვენა ფლანგიდანაც უტევდა. რაც მთავარი ამ ყველაფერმა შედეგი გამოიყო, რადგან სადებიუტო შეხვედრაში ქართველმა საგოლე გადაცემა შეასრულა. სწორედ მისი სოლო რეიდის შემდეგ გაკეთებული პასით შეძლო დემბელემ გუნდის დაწინაურება. მართალია რეიმსმა ანგარიში მალევე გაათანაბრა და პარის სენ-ჟერმენის აქტიურობის მიუხედავად შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა, მაგრამ მთავარია ქართველის კარგი დებიუტი ვიხილეთ. უფრო მეტიც, ფრანგული ავტორიტეტული გამოცემის ეკიპის შეფასებით ქართველი მოედანზე გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. რა თქმა უნდა, მისგან უფრო მეცელიან, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხვიჩა გუნდში რამდენიმე დღის მისულია. ახალ გარემოში მან მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატარა. ასე რომ, როგორც უკვე ვთქვი, ეს დასაწყისია. დასაწყისი, რომელიც ლუის ენრიკეს შეფასებით საკმაოდ რთული გამოდგა. პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ქართველის დებიუტზე შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. კვარაცხელიას შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ეს მისი ერთ-ერთი უპირატესობა. დებიუტისთვის დღეს რთული შეხვედრა იყო, მაგრამ კარგად ითამაშა. კვარას ჩვენთვის სარგებელი მოაქვს. მან მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატარა. თანაგუნდელები უკეთ უნდა გაიცნოს. ის ჯერ ახლა ეცნობა გუნდელებს, მოწინააღმდეგეებს. იმედია ეს იქნება ლამაზი ურთიერთობის დასაწყისი მასა და პარი სენ-ჟერმენს შორის. რაც შეეხება შეხვედრას, მომენტები უფრო კარგად უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთი შეხვედრიდან მეორემდე ლიგა 1-ში თამაშობ, ეს ყოველთვის რთულია. რეიმსი დაცვაში კარგად თამაშობს. მეორე ტაიმში კარგად დავიწყეთ. კარგი საგოლე მომენტები ჰქონდა. უბრალოდ რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ. ბურთს ფლობდით, მაგრამ ასეთ შეხვედრებში ყოველთვის ძალიან ცოტა სივრცე რჩება. ამიტომ შეტევაში უფრო ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. შეხვედრის შემდეგ, რა თქმა უნდა, არაერთი კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამაც, თუმცა გთავაზობთ ხვიჩას შედარებით ყველაზე ვრცელ კომენტარს, სადაც ქართველი ბევრ სხვადასხვა თემას შეეხო. წარმოუდგენელი გრძნობა იყო. სტადიონზე ძალიან კარგი ატმოსფეროა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ამ გულშემატკივრებთან, ამ გუნდთან, ამ წარმოუდგენელ ფეხბურთელებთან ერთად. რთული შეხვედრა იყო. გქონდა საგოლე მომენტები და უნდა გაგვეტანა. ბევრი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ამიტომ ვერ მოვიგეთ. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ იმ მომენტში საგოლე გადაცემა გავაკეთე. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან უნდა მოგვეგო, მაგრამ ჩვენ უფრო მეც ვიმუშავებთ და მომდევნო შეხვედრებში გავიმარჯვებთ. ფიზიკურად კარგად ვარ, უბრალოდ ერთი თვია არ მითამაშია. ვფიქრობ, ამიტომაც ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მწვრთნელი და პერსონალი მეხმარებიან, რომ მეტი ვიმუშაო ოპტიმალურ ფორმაში დასაბრუნებლად. გავაგრძელებ მუშაობას, რათა საუკეთესო ფორმაში შევიდე. ვფიქრობ, შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში, ისევე როგორც ჩვენს ყველა შემტევს. ძალიან სასიამოვნოა, როცა მოედანზე თავს თავისუფლად გრძნობ, როცა კართან ახლოს ხარ. ფეხბურთელები და კლუბი განსაკუთრებულად ზრუნავენ ჩემზე. მეუბნებიან, რომ უბრალოდ ვარჯიშზე ვიფიქრო და დანარჩენზე ისინი იზრუნებენ. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მინდა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდეთ. მე ვიყავი გუნდის პირველი გულშემატკივარი მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. ეს იყო საოცარი შეხვედრა. წარმოუდგენლად ვითამაშეთ და მოგებაც დავიმსახურეთ. რთული შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ ხარისხი ვაჩვენეთ. ჩემპიონთა ლიგაზე ადვილი შეხვედრები არ არსებობს, მაგრამ მოვემზადებით. გუნდთან ერთად ვიქნები გერმანიაში, თუ ამის უფლებას მომცემენ. მართალია, პარი სენ-ჟერმენმა ამ შეხვედრაში 2 ქულა დაკარგა, თუმცა ქართველის ახალი გუნდი 47 ქულით ლიგა 1-ში მაინც პირველია. ხვიჩა მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს ბრესტის წინააღმდეგ გამართავს. მაგრამ მანამდე 29 იანვარს პარი სენ-ჟერმენი ლიგის ფაზის ბოლო ტურში შტუტგარტს ესტუმრება. თუმცა როგორც უკვე იცით, ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე კვარაცხელიას თამაშის უფლება არ აქვს. ახლა დაწერეთ კომენტარში თქვენი აზრი, როგორ შეაფასებთ ქართველის დებიუტს პარი სენ-ჟერმენში. მე კი მანამდე მოკლედ გეტყვით, რომ ქართველის ყოფილმა და ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იუვენტუსთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტების მიერ ხვიჩა კვარაცხელიაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
რა უნდა ვთქვა ხუჩაზე? მას და მის ოჯახს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. მან თავისი არჩევანი გააკეთა. გავიგე, რომ მისი აგენტები დიდი ხნით ადრე აწარმოებდნენ პარი სენ-ჟერმენთან მოლაპარაკებებს და ამაზე გულწრფელად ვწუხვარ. ეს კარგად არ მიმაჩნია, მაგრამ ჩვენ მას საუკეთესოს ვუსურვებთ, რადგან ხუჩა კარგი ბიჭია. ასე რომ ჩვენ წინ მივდივართ. ყველა ფეხბურთელი სასარგებლოა და შეუცვლელი არავინ არის. აშკარაა, რომ კონტე გულდაწყვეტილია, თუმცა როგორც უკვე არაერთხელ ვთქვით, ეს მთლიანად კლუბის ხელმძღვანელობის დამსახურებაა. ახლა კი გეტყვით, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში თავისი შეხვედრა ჩაატარა ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმაც, რომელიც ოსერს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1-1 დამთავრდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის მიწურულს დავითაშვილის ჯარიმის შემდეგ მას პინძელთა საჯარიმო მოედანზე არეულობა შეიქმნა, რომლითაც ზურიკოს თანაგუნდელმა ისარგებლა და შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. დავითაშვილმა ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და საშუალო შეფასებას დაიმსახურა. სენტ-ეტიენს კი 18 ქულა დაუგროვდა და გასავართ ზონას თავი დააღწია. ზურიკოს გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს ლილის წინააღმდეგ გამართავს. ახლა კი გერმანია და ბუნდესლიგის მორიგი ტური, სადაც ჰაიდენჰაიმი აუგსბურგს ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 1-2 დამარცხდა. ბუდუ ზივზივაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ სამწუხაროდ რეალური მომენტი არ ჰქონია. შეხვედრის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა მოკლე კომენტარიც გააკეთა. რთულია, მაგრამ თანაბარი შეხვედრა იყო. საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შევქმნით. გაშვებული გოლის ეპიზოდში ბოლომდე კონცენტრირებულები არ ვიყავით. წაგების მიუხედავად ვთვლი, რომ კარგი თამაში იყო. ვიბრძოლეთ და ერთ ქულას ვიმსახურებდით. იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრებში უფრო მეტ ქულას ავიღებთ. შეგახსენებთ, რომ 19 ტურში ჰაიდენჰაიმს 14 ქულა აქვს და მე-16 ადგილზეა, თუმცა მე-15 პოზიციაზე მყოფ ჰოფენჰაიმს 3 ქულით ჩამორჩება. ქართულის გუნდი შემდეგ შეხვედრას 1 თებერვალს დორტმუნდის წინააღმდეგ გამართავს. ინგლისის ჩემპიონშიპის 29 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის უტფორდი კოვენთრის ესტუმრა და 1-2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და მის გუნდში საუკეთესოც იყო. უოტფორდისთვის კი ეს ზედიზედ მეორე წაგებაა. ქართლის გუნდი 51 ქულით მე-9 ადგილზეა და 1 თებერვალს ნორვიჩ სიტის უმასპინძლებს. იტალიის სერიაას 22 ტურში საბა გოგლიჩიძის ემპოლი საკუთარ კედლებში ბოლონიას დაუპირისპირდა და ფრედ 1-1 ითამაშა. ქართველმა მცველმა, რომელსაც არაერთ კლუბს უკავშირებენ, შეუცვლელად ითამაშა და საშუალო შეფასებას დაიმსახურა. ემპოლის 22 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა. გოგლიჩიძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს იუვენტუსის წინააღმდეგ გამართავს. წარმატებები ვუსურვოთ ქართულ სპორტსმენებს და რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.